მოგესალმებით მეგობრებო, შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი ლაბადა, ანუ ხალადეცის ვიდეო რეცეპტს. შევიძინე ნახევარი ღორისთავი, რომელიც უფრო ადვილი დასამუშავებელია ვიდრე მთლიანი ღორისთავი. კარგად გავტრუსე, გავფხიკე, გავრეცხე, დავჭერი მსხვილ ნაჭრებად და მოვხარშე იქამდე, სანამ ძვალს არ მოსცილდა ხორცი. გაგრილების შემდეგ გამოვარჩიე საღი ხორცის ნაჭრები. რა თქმა უნდა, ღორისთავიდან ყველაფერი არ უნდა ჩავყაროთ შიგნით, რადგან ყველაფერი არ იჭმება. ეს არის ყური. ყურიდან ვაცლი მხოლოდ კანს, რადგან ჟელე მეტი აქვს და შედედებას უწყობს ხელს. ამ ყურის ფირფიტას აუცილებლად ვაგდებ. მსუქანი ნაწილიდან ყველას არ ვჭრი, რადგან არ მიყვარს ძალიან მსუქანი ხალადეცი. შემდეგ მოვათავსე ქვაბში და დავაწურე ნახარში წვენი. აუცილებლად საცერში უნდა გატარდეს, რადგან ძვალი არ გაყვეს. 3 კბილი ნიორი წვრილად დავჭერი. დაჭრილი უმჯობესია, დაჭყლეტილი ნიორი ძალიან მძაფრ-გემოს აძლევს. ჩავამატე ქვაბში, ასევე ჩავამატე 2 სტაფილო, რომელიც რა თქმა უნდა გათლილი და გარეცხილია. და 1 ხახვი მთლიანი. 2 გარეცხილი დაფნის ფოთოლი და შემოვდგი გაზზე. ვადუღი 10-15 წუთის განმავლობაში. პარალელურად მოვხარშე 3 კვერცხი. სტაფილოც მოიხარშა ამასობაში და კვერცხიც და სტაფილოც გამომადგება გასაფორმებლად. ეს ხახვი აღარ გვჭირდება და უნდა გადავაგდოთ. ჩავამატოთ მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა, გემოვნებით რა თქმა უნდა, და შავი პილპილი. რეცეპტში პილპილის მთლიანი მარცვლები წერია, მაგრამ მე არ მიყვარს მთლიანი მარცვლები. სტაფილო და კვერცხი დავჭერი ფიგურულად. გამოვიყენე სხვადასხვა ზომის და ფორმის ჭურჭელი. ჩავაწყე შიგნით კვერცხი და სტაფილო, რომელიც როგორც ალამაზებს, ასევე აგემრიელებს ხალადეთს. თითოეული ფიალის შევსების წინ კარგად ურევ მასას, რათა თანაბრად გადანაწილდეს სითხე მჭლე და ცხიმიანი ნაწილები. აი ასე გადავავსე ყველა ფიალა. შემდეგ დავახურე თავზე და შევინახე მაცივარში 5-6 საათით. შემდეგ გამოვიღე. მოვსინჯე რომ კარგად არის შედედებული, მოვხსენი გვერდებისგან და გადმოვაბრუნე თეფშზე. და აი ესეთი ლამაზი გამოვიდა ჩვენი ლაბადა. ცოტა დიდ დროს მოითხოვს და ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა მოამზადოთ, რადგან თქვენი გაკეთებული უფრო სუფთა და გემრიელი იქნება. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ გვერდი, მოიწონეთ და მიკომენტარეთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.